ამბობენ, ხაში აძინებსო. ზოგი იმასაც ამბობს, ხაშის დახვრების ხმა იამნანასავით მესმის და მაძინებსო. ანუ მისი აზრით სულ ერთია, რას დაწერდნენ, იამნანამ რა ქმნა თუ ხაშმა რა ქმნა. სინამდვილეში კი ხაში ძვლებს ამაგრებს და თუ ძვლები გამაგრებული გაქვს კაცს, მაშინ რაღა გაძინებს შედალოცვილო. შენ რა გითხარი, ბესარიონ? სად ხარ ბიჭო? აკველიაზე ხარ, ხო? მოვკი კაცო. იშველი ახლა, იშველი მე შენ. წამოდი. შემიძეხი ეგერ შიგნით, შემიძეხი. გენა ისე გამოგიყვანო, კაი ხაში ახლა, კაი ნიორი გენაცვალე და მოდი კაცო, მოდი, გელაპარაკე. მაიგო. მომხედი აგეთ გამარჯობა შენი ჭირი. არ მინდა ახლა მე ინტრიგენი გიარ ვარ კაცო. წადი ახლა ჩვენ რო ვიცით ისე კაი ხაში ორი ცალი რამე თავისი მეებით და დავაი და აგერ დამჯდებით კუპეში. მოდი ბესარიონ, მოდი გენაცვალე, მოდი. მოდი შენ შემოგევლე, მოდი. აგერა. აბა მომზანდი, ჩემო ბესარიონ, გენაცვალე, მომზანდი. აი, დამზანდი გენაცვალე, ჩვენ კუპეში აგერ. აი, ხედავ. დაჯე. აი მე. დაჯე გენაცვალე, დაჯე. აი. ახლა ჩემო ბესარიონ. არგი ორი ხაში. გასკდა თავი ბიჭო, გასკდა თავი, ხო? ხო და ახლა კარგას დაუთხარ ბესარიონ და გაგეხსნება. ხაში ბიჭო. გული რო გაგიხსნეს, ბესარიონ, გული ვერ იგზნობ, ჩემო ბესარიონ, იქნები გადასარევი. აი მე, ხაში რას მიშველის ბიჭო, რას? რას გიშველის, ჩემო ბესარიონ და დალევა ხა ამ კაი ხაში. მიმრით გაგეხსნება გონება გესმის და მე გული კი არა ბიჭო. მაია მოხედი ხო გენაცვალე შენი ჭირი. აი მე დადე. ამას ხაში შველოდეს. აი მე და ეგრე დავასხათ ახლა ჩვენ 100 გრამი გოხტათ. აბა 100 გოხტათ. და ჩემო ბესარიონ აგერ ხას მირთ მე აყოლებ არახს ხო და 100 გოხტათ ბესარიონ. და აგაძინებს მე იქნები შენი რა. მოდი მაიგო. დამაძინებს, აიყო შეკაცო იამნანას ღერეს ეს ხაში თუ ამაკია, აი მე და. იამნანას კი არა ბიჭო. იამნანას კი არა. ნიორი. რა ნიორი შეკაცო? ნიორი ბიჭო, დაგაძინებს ნიორი და იქნები გადასარევად. მაშინ ჩვენი მთავრობა ნიორის მე ზარაფერს არ უნდა ჭამდეს, ეს თუ აძინებს. ჩუმატიკა ბიჭო. ეს ბოდიალო შენ ამ ხელაგაც გეც. აიღო შეგა. არიცი ბიჭო მიკროფონებია ჩამონტაჟებული აქ კედელში გეცო. ვინმე მარგაი. აგერ უყურე ყავს ხო უყურებ აგერ. მერე? აქაც კი მიკროფონია. მაშინ. აბა მიკროფონია. მაგრამ აბა მაშინ გავუმარჯოს ჩვენს მთავრობას. ბოდიალო ბიჭო რაღაცა შენ. უყურე ამას შენ. ჭამე ნიორი მიაყოლე გოხტა ჩაიყარი ახლა ნიორი. მე ჩავიღრი აგერ გოხტათ. ხო და გამოგიყვანს ნიორი. იქნები გადასარევად ჩემო ბესარიონ. არაყი ჩემო ბესარიონ. არაყი უხო. შემიძლია არაყი. ბიჭო არაყი გახსნის გონებას. ხო გაიგონია ბესარიონ. რამაც მოკლასო, იმან მოგარჩინოსო. დაურეკავ მაშინ ჩემს სიდეთს. შეგიძლია ჩემ ფეხებად მინდა ახლა მე აქ სუფრაზე გასულ. ბიჭო 26 წელიწადია ის ხალი მკლავს მე და იქნება ახლა მომარჩინოს რამენაირად. შენ რა გითხარი ბიჭო. ხო და ხაში და ნიორი გამოგიყვანს ჩემო ბესარიონ. დაგაძინებს მე გამოიღვიძებ და იქნები ჩიტივით ჩემო ბესარიონ. ჩიტივით თუ იქნები, მაშინ დავაბრუნებ დღევანდელ ბილეთებს თვითმფრინავისას და გავფრინდები ჩემით ლონდონში. ლონდონში გაფრინდები. მე ნიორი რო გაქნა ჭამი და გეძინება იქ და ჩამოვარდები ნეხვივით დავლა. კაი ერთი თუზმახა შენ მიორის მეტი ბოსნეული არაფერი არ იცი? ვიცი ბატონო. გააჭირე საქმე. ვიცი. რა ვიცი და კინძი ვიცი კიდე კაცო. მე სადაა კინძი? აგერა მყავ ხარ? ჩემი ძმაგაცი კინძი. უყურე ამას შენ. ბიჭო, ჩემს სასჭამ, ჩემს სასვამ და კიდე აქეთ მე მაღადავებ, რა იყო ახლა შეგლახა, რა იყო რა გითხარი ახლა ისეთი. ძმაგაც რო 1-2 კაპი კი აიღო. აჩუქო ჯიბეში შევუკუჭო რა ვალაცაგიო ახლა ბიჭო შე
შენ მაგიტომ გინდა რომ დამალევინო არაყი რომ დამატრო გავსულელდე და ფულები გაჩუქო ხო? არა დაურტყი არაყი კაია კაცო არ მინდა კაცო ეს არაყი აბა გაგვიმარჯვე ჩემო ბესარიო ეს მწარია და ჩვენ ტკბილად ვიყოთ ჩემო ბესარიო ვარ მოეშვები გას თუ მწარია რაღაც ვარ შეგაიგაცო აგერ ციცაკა შეჭამე გადი მწარე თუ გიყვარზე პატრულიც აღარ გაგაჩერებს და არაფერი ღმერთა შენი სახელის ჭირიმე რატომ აძლევ ამისთანა ბოთეს ამდენ ფულს და მე დავდივარ ასე უფულოდ იმიტომ შემოტრისთან რომ შენ მათხოვრობა გიყვარს მე არა გეძებდი ახლა შენ რა იყო ბიჭო ძმაკაც რომ ფულს თხოვ მათხოვრობა ის არა აკადემიკოსობა ო დალიე ახლა შენ დალიე თუ არა მე დავლევ და რანაირი აკადემიკოსი ვარ გაჩვენებ აღარ მინდა ეს არაყი კაცო დალიე კაცო მომეც ჭიქამან აო არ მინდა არაყი ამ ნიორმაც მიმაძინე ერთი არაფერი აღარ მინდა დამანებე თავი ერთი თუ ძმა ხარ რა კაი რაკენიცი ახლა ეს ნიორიო დამოვატე ერთი კოზი კოხა ბიჭო არ მაძინებს ეს ნიორი ბიჭო და ტყუილა მიმყრალებ ამ პირს კაცო გამყრალიც ახარ შენ დავიჯერო ახლა რომ შენზე მყრალია ეს ნიორი კაცო ჰა მასე რომ მოლაპარაკები იმიტომ გიკვიჭავ $100-იანებს ჯიბეში კაი ხო არ მინდა მოდი ბიჭო რაკენიცი არ მინდა ეს შენი ჩუქება მასას ხებ $1000 ხო ვარ რაკაცი აუ $1000 ჰა როდი შემასესხებ მერე ამ როდი შეგასესხებ და რომიშოვი შეგასესხებ მერე უყურია ახლა ბიჭო შენი $1000 გულისთვის უნდა ვიცოცხლო მე 100 წელიწადი ხო დამანებე ბიჭო თავი ახლა შენ მე დამანებე ჭამე მან და დაამატე ბიჭო ეს ნიორი დამინდა ამდენი ნიორი აუ დაამატე კაია ბიჭო აღარ მინდა კაცო დამშუშკა პირი ამდენმა ნიორმა რა იყო შეკაც აუ მიმაძინებს აღე და დაამატე კიდე რა იყო შეკაც რა მოგივიდა აღარ მინდა ბიჭო აია ბიჭო ნიორი უხდება ხარს კაც აჰა აუ მიმაძინა ბიჭო ნიორმა და ჭამე მერე კაია კაცო დაგაძინებს გამოშუშდები პახმელიაზე ხუთასი რა ჩემთან ხევათია აჟი მათხოვარი შე ძილინებისა ჩემო ბესარიონ ვინც ნიორი და ხაში მოიგონა აშენდა იმის ოჯახი არ ვიშოვე $500 ლაიშის პატრონს მაიგო მოდი ერთი აქ ეჩემი მეგობარი არის წუხანდელი უძილოა ძალიან და ჩაეძინა ახლა მენანება რომ გამოვაღვიძე შენი ჭირიმე მე საქმეზე ვარ გასასვლელი ხოდა ერთ საათში კი გამოიღვიძებს ეს და ზესტაფონისკენ გააყოლე რამეს კაცო ან ავტობუსი იქნება ან მარშრუტკა იქნება ფულსაც ეს გადაგიხდის ჩემო მაიგო კაი შეგენაცა აბა იმისათვის რომ მიწა მოსავალი მოგცეს ჯერ კარგად უნდა დაამუშავო ბარვა, ხნა, თოხნა და მოკლედ 1000 შრომა უნდა. მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თურმე ჭაგის და ყველის ჭამა უფრო სასიამოვნო პროცესი ყოფილა, ვიდრე სიმინდის ყანის თოხნა.
შენ გადაშენდი საცხ. ვიმედე. შენი მონგოლი რა ვქში. რა შევი ბესარიონ, ჰა? არის სახალისო საბარავი, ხო? გიორგიევიჩ, რატომ კლავ ბიჭო, რატომ აბარიებ ახაურობას? რას კლავ ბიჭო, მე კლავ, ჰა? როიცი ხომე ბოდიალი, რას კლავ ბიჭო, ჰა? დავარავ ახლა ამას. ჰა და იქნები ბედნიერად. დავთესავ მე რაღაცებს, ბიჭო, რო დაგიღია ეგ პირი, ხლავი, ჭამა არ გინდა. ჭამაკი მინდა, მაგრამ საკურთხი უნდა დამიდგა, თუ რა რა შუაში ახლა საკურთხი, როიცი ხომე სულელური დაბარა. ბიჭო, რა ვარა შუაშია, მომკლა ამ ბარმა და რანაირად? რა მოკლა ბიჭო, რა, შეხედე ბიჭო. შეხედე. დაუნახაო, კარაქივით მიწა, ბიჭო, ჭამა მოგიძე. თუ კარაქივით არის, ადექი და გადაუსი პურზე და ჭამე. რაღაც კლავ, შეგაიგაცო. გაჩერდი ახლა შენ. უყურემეს. შენ არ გაიგია რომ შრომამ შექმნა ადამიანი იმო. შრომამ შექმნა ვირი, ადამიანი შექმნა ღმერთმა და შენ მკლავ ნამუშევარი. ვინ კლავს ბიჭო, ვინ, ჰა? ნეტა ახლა ამ ხელა მიწა მომცა მე გექტრობით. რა სიზამდი მე? და თესავდი კარტოფილს. მოვიყვანდი. ქვეყნის კარტოფილი მოვა, კაც. კარტოფილი შემწვარი მიყვარს ისე კი. გიყვარს შენ, გიყვარს შემწვარი კარტოფილი, გიყვარს არა? შემწვარი კარტოფილი არა მოვიდოდა აქ, მე რას მომთხოვდი, იცი? შეკმაზულ ტყემას, შეკმაზულს. ოღონდ ამაზე დამანებებია თავი და არც შენი კარტოფილი მინდა. არც შენი ტყემალი მინდა. დამაწყდა ხელი ბარის ნაკნები, აქეთ იქით კაცო. 300 ლარი რო ისესხე ჩემთან. მაშინ არ დაგაწყდა ხელები, ხო? ბიჭო, 300 ლარი ვისესხე. სიკვდილი ხო არ მისესხებია შენგან? ვიმედე და. რა კლავს ბიჭო, რა კლავს, ჰა? ბარვა კლავს, კაცო, ჰა? რაჭველები მთელი ცხოვრება ბარავდნენ. არ გახსოვს სიმღერა? წერეთელმა დაგვიბარა, წერეთელმა. ბიჭო, ქვიანი მიწა, ქვიანი და მომკტი კაცი. ნუ გამაგიშე, ბესარიო, შენ, კაცო. რა არის ქვიანი, ჰა? შეხედე ბიჭო, რა მიწა, შეხედე, რა მიწა, ნახე როგორ იშლება ბიჭო, ჰა? შეხედე, ჰა? გაფიცებ ყველაფერს. რას აპირებ, ვის დარგვას აპირებ? ვის დარგვას ვაპირებდა? ამას რო დავამუშავებ, კარგად ჩემო ბესარიონ. დავრგავ კიტრს, პამიდორს, მოვიყვან, მოსავალ, საბა. რას ლაპარაკო ბიჭო? სალათის გულისთვის კლავ. სალათის გულისთვის, რატო კლავ, შეკაცო? აქ ვერ უყურებ, ბესარიონ, რამხელა ადგილია. აქ კიტრი და პამიდორი რო დაითესება, ასე გავაკეთებ აქედან, იქიდანაც კიტრს გავუშვებ, შუაში გავუშვებ პამიდორს, ასე. მომისმინე აქ. რამდენი ლარის კიტრს მოიწევ ახლა შენ აქ და რამდენის პამიდორს? აქა? აქ ბესარიონ, კიტრი ასე მოვა აქ ერთი 1000 ლარის კი მოვა ბესარიონ. 1000 ლარისო? აბა. პამიდორი. პამიდორიც შემობესარიონ მოვა 1000 ლარის კაცო, 1000 ლარის. ბიჭო, 300 ლარი ვისესხე შეოხერო შენგან. 1000 ლარის თუ მოყავს ერთ და მეორე. რატომ არ ღვევ დამხანაგო გიორგევიჩ შრომით კოდექს? ახლა რო დაგიშვებ ამას თავში. შენ რატო არ ღვევ საკრედიტო ისტორიას, ბატონო ბესარიონ? რა საკრედიტო ისტორიას? საკრედიტო ისტორიას. რა საკრედიტო ისტორიას ვარ ღვევ? რა და რომ მოხვედი ჩემთან და ისესხე 300 ლარი? 300 ლარი ბესარიონ? მე ვიყავი იქ ბანკი. შენ ვიყავი ბანკი? აბა, ბანკი. შენ რომ მოხვედი იქ და ფული ისესხე, შენ იყავი მსესხებელი. და შენ მე მირღვევ ბანკს საკრედიტო ისტორიას, იფუჭებ შენ საკრედიტო ისტორიას. გესმის? ბატივიჩტერო, ჰა? მე ბიჭო, სიცოცხლე ჩავდე შენთან გირავოდ შენ ბანკში? რა შუაში ახლა ეს სიცოცხლე, რა იცი? რა ვარა შუაშია, კაცო, მკლავ ამ ბეტონის ნაბარი აქა. სოდარი ბიჭო, ბეტონი ნუ გამაგიჟე შენ. შეხედე რა მიწაა ბიჭო. აბა უყურე რა მიწაა, შეხედე, მესარიო, რა მიწაა. ბიჭო, კაი თუ არის. ნუ გამაგიჟე. კაი თუ არის, რა ქენ იცი? ხო შენია სულ. ჭამე რამდენის გინდა? დაუბარა უხوار შევჭამ. რატო არ ვარ? ხო, დაუბარა ბატონო და მე ადგილის შესაჭმელი იქნება. ბიჭო, კიტრი და პამიდორის ჩარგვას. აქა. ქართველი ხო ხარ? თათარი ხო არ ხარ? ვაზი მაინც დარგები, ვაზი. ვაზი. ხო. ვაზი კაცო, ჰა? ხო. ვაზი დავრგო, ხო? ხო, დაფიქრდი აბა. არ გამოვა ვაზი. რატო? რატო არ გამოვა, ჩემო ბესარიო და ვას უყარს ქვიანი მიწა. მე ქვიანი კი არის. ზის გული უნდა იყოს. სად არის აქ ქვა კაცო?
ერთ კაკალქვას ვერ იპოვი. მზის გული რა თუნა ზაგარი უნდა მიიღოს თუ რა. აბა უყურე ახლა შენ ამას აბა უყურე. რასაც შენ ახლა მაგ ლაილაიზე ენერგიას ხარშავ. ჩემო ბესარიონ. როგებარა და გემუშავა ის ენერგია ბარვაში რო დაგეხარჯა. ეი გვიქნებოდით ბოლოში გასულე. არ შემიძლია ეს ბარვა და მომკალი თუ გინდა და დამანებეთ თუ ზმაღავთ. ვალი რო გაქვს ჩემი ის კარგია ხო? რამდენი მაქვს შენი ვალი? რამდენი გაქვს ჩემო ბესარიონ და არიცი შენ რამდენი მაქვს? ო, რამდენი მაქვს შენი ვალი? ერთი მითხარი. 300 ლარი გაქვს ჩემი ვალი. დათვლა არ უნდა მას 300 აქვს. 300-ია? ო, რას ლაბარაკობ? ო, დიდი მადლობა ვალის გასული. მორჩი, შენ და ვალი ხო აღარ მაქვს? არ მაქვს ბატონო. გავკვითეთ ყველაფერი. კი ბატონო. ხო კი? გავკვითეთ კი ბატონო. ვაიმე, დედა. აჰა. ერგოს? ხო გიყვარს მიწა. ხო და იკოდრიალი ახლა რამდენიც გინდა შეთ. აბა არ მომგლა კაცი გასა. შენი მომგონი რა ვთქვი კიდე შენი. საჭესთან დალევა სასტიკად აკრძალულია. მე თუ მკითხავთ, უზნეობაცაა. ამიტომაც არის პატრული ასე რომ ფხიზლობს. თუმცა პატრულმა რომ დალიოს თავის თავს ხმარ დააჯარიმებს. ახლა კი ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ადამიანის სულის ამოსუნთქვითაც კი გაიგებ ნასვამია თუ არა. უფრო მეტიც, მის პროფესიასაც კი. მორიგე პატრული ბესო ბარათაშვილი. თქვენი საბუთები წარმოადგინეთ თუ შეიძლება. რა იყო ბატონო, დავაშავე რა მე. ნახავთ ბატონო. შევამოწმებთ და მივხვდებით დააშავეთ თუ არა. რა შემამოწმე ბატონო, მე ინსტიტუტში კი არ მაბარებ გას. სახუმაროდ ძალია ახლა მე, კაცო, გამაგებინეთ, რაშია საქმე. გამიში უფროსო, რაგი. საბარგული ახადეთ. ჯო საბარგული რა შუაშია გამაგებინე. ახადე რო გეუბნები. გამიში უფროსო. რა დავაშავე ასეთ მეჩქარება კაცო. რო გეჩქარება და სწრაფად მიდიოდი. იმიტომ გაგაჩერე. თორე ეგრე კაცი რომ მიჩანჩალობს, ხედავ? ხო. რატო არ მესი და არ გავაჩერე ის? ახადე საბარგული. და რა შუაშია ეს საბარგული? რა ვარაშუაშია კაცო, იქნება სიდედრი ყავს დამწროული შით. ხომ უნდა გავათავისუფლო? და რას ლაპარაკობ ბატონო? ჩემს საყვარელ სიდედრს ბაგაჟნიკში ჩავსვამდი კაცო. ეგ კუკიაზე. ორადგილიანი აუღე, ორადგილიანი და ბაგრატიონ მუხრანსკივით არის გაშოტილი, გლამაზად ხოხდა. შენი ჭირიმე უფროსო. შენ გენაცილი, გამიშვი უფროსო, შენი ჭირიმე. მინები რატო არ გაქვს დაბურული? ბიჭო, მე ხამის ხამი კი არ ვარ კაცო, 60 წლის კაცი ვარ კაცო, რა თქმა უნდა დაბრუნდი. რა გინდა და ჯარიმას გამოგიწერდი ადვილად. ახლა უნდა ვიწყლიდო ტვინი. ნუ იცკლიდა ბატონო. რას გია ნუ ვიწყლიდავ? არ შევასრულო ჯარიმების გეგმა? ბიჭო, რაღაც ჩემი თუნა შეასრულო უფროსო, აგე რა. ურიამას. რამდენი სულელი მძღოლი დადის კაცო. მოგიდე ხელი და შეამოწმე ის კაცო. გამიში შენი ჭირიმე. გამიში შენ გენაცალე. მეჩქარება. უქეჩქარება თუ არა ახლა შენ მინისტრი არ მყავდე. აბა ახლა მინის შემადარი ამ ხელა მეცნიერი კაცი იმუსაქმურებს ახლა მე. ვიზიო ჩვენ მინისტრებზე ამბობ თუ საქმურები არიანო? არა ბატონო, ისე ვთქვი. კი არ გისაწყენად კი არ მithქვი. არა, გაიმეორეთ რა თქვით. არა, ჩემო ბატონო, არაფერი ისეთი არ მithქვამს მე. იცოდე, კამერით გიღებ, დაფიქსირებული ხართ. რა თმინდა ბატონო, ეს კამერა ისე და 7 საათზე კონცერტზე მივიდა კონცერტზე თუ არა ახლა შენ უილიამსის კაცი არ მყავდა, რა კი რობი იყო თუ რაღაცა. ბიჭო, რობი უილიამს მადარებ ახლა მე შენ, როდის ვაჩვენი ახლა მე საზოგადოებას
აბა რა კონცერტზე გაგვიანდება ერთი მითხარი. ჯო ოპერაში მუშაობ, მე ფლეიტისტი ვარ, დამკვრელი, უკრავ კაც. არტისტი ხარ? არტისტი ვარ, ჩემო ბატონო. არტისტი. უი, არტისტი თუ ხარ, შენ აბა? დალევა გეყვარება. ახლა უარს არ ვამბობ ხოლმე მიყვარს. ხო და აბა მაშინ და ჩაბერე. რა შავდე ბატონო? ჩაბერე აბა. ოპერაში მივდივარ ბატონო, ფლეიტა უნდა დაუკრე ახლა, ამის ჩაბერვა მინდა ახლა. ჩაბერე, მე შეგელაპარაკები, ჩაბერე. ბარა ბატონო, გამიში. ჩაბერე თქო, რა გეუბნები? კაი ბატონო, ახლა ნუ მაწვალებ ადამიანი არ ხარ კაცო. რაო, მე გაწვა. რას ლაპარაკობ თქვენ? ესე იგი თქვენ გინდა თქვათ რომ მე ჩემს უფლება მოსილებებს გადავაჭარბე და გაწვალე? რას კადრობ, თუ იცი თქვენ? არა, შენი ჭირი. აბა ჩაბერე მაშინ. არა, შენი ჭირი. ვერ ჩავერა მამა, ზიგეზე შვიცაძე კონცერტზე ვარ, წასასვლელი ფლეიტა უნდა დაუკრა. ამდენი არ შემილია კაც შეჩავერე. ჩაბერე თქო, მოიცი, გაფუჭებული რო იყოს ახლა ეს ისა ინსტრუმენტი და მე 6 თვე რას ველოდო მე. გამაგები. ჩაბერე თუ არა ოპერატიულს დაუძახებ იწოდე. რა თქმა ბატონო, ჩაბერე, რა გეუბნები? ისედაც ოპერაში მუშაობ ფლეიტისტად კაცო. სამამდე ვითვლი. და ჩაბერე. ერთი, არ გინდა. ორი, მოიცი, ხო. შენი ჭირი, მომეცი ხა, მომეცი ბატონო. ემასე. მომეცი. გაიწიწოდა იქით. გაშვები კი ვარა.